მოგესალმებით. გამარჯობათ. როგორ განდებით? ანაირად დაგვით აი. მეგონი რომ მოვიდა. არა, ახარ სანდრი. აი ნახე როგორ გამოწყობილა. ატანადი დაინე, როგორ ზანდებით, ნახეთ როგორი სუშები ამ ბიჭო, აი იმენა თქვენთვის გარიზმანა, ხო? ნაცვალი შეგვიძლია. აბა განაგეგზე რაღაც დავარი დაბა. ატონზურა, იმასალას უყურე, იდეალია. მართლა, მაგნიჩი, ხო? იმენა ბლოგერა ხალხო. ბატონი უფროსი. გამარჯობა ბატონი უფროსა. აი, მოკლედ, გამარჯობათ, მე ვარ სანდრო. მე დამიქირავა ამ კომპანიამ, რომ გავაშუქოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. თქოს, არაფერი ის შინაურული, ეს ყველაფერი რაღაც უფროსობას ნახავს, ყველაფერი, ანუ ისეთი რაღაცები არ იქნება, რაც ნუ არ გაგლავს. ნუ აი, კეთი იძახდა, რომ შენ ხა უნდა გვეღადაო რაღაცები, ესა, მსგავსი არაფერი არ იქნება. კეთი არის ძალიან დიდი. კოტი ახვლედიანი, 33 წლის, დავიბადე 1995 წლის 5 დეკემბერს. მე ვარ გამოგანუჯანზე, დაბადებული 1996 წელს 23 სექტემბერს. ბონდუხოს რუაშვილი, დაბადებული 1999 წლის 11 იანვარს. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი პოლიჯაშვილი, დაბადებული 1998 წლის 25 თებერვალს. გამარჯობათ, მე ვარ კეთორ გველესიანი, ვარ 25 წლის, დავიბადე 1993 წლის 18 მაისს. მე ვარ ანა კალანდია, დავიბადე 1995 წლის 28 მაისს. მე ვარ გონცა მოდებაძე, დავიბადე 1999 წლის 9 ივლისს. გამარჯობა, ვარ ბაჩანა აზარიაშვილი, დავიბადე 1999 წლის 10 აგვისტოს. გამარჯობათ, მე ვარ თემური ჩნიგარაშვილი, დავიბადე ახალციხეში 95 წლის 3 მაისს. ზურაბ ბიწაძე, დავიბადე 1993 წლის 30 იანვარს, 26 წლის. მარიამ კიკაბიძე, დავიბადე 10 იანვარს 1991 წლის. აკაკი ლატარია, 22 წლის. გიორგი გოგავა, დავიბადე 1995 წლის 10 ოქტომბერს. გამარჯობათ. აი ხაი გარდა. თქვენ არ გიღებთ მარტო ზურას უღებ, იმიტომ რომ ზურა ვაფშე არ მეუნება. არა, დღეიდან რა ხდება რა, მარტო ზურას არ გადავუ. ფეროვან მიდის აბაჭამა. შვენიერია. აი შაურმა და. აი ჭამე არ ჩავსო ამას დაწყნა. აი არ ჩავსო. ხო არ ჩავსო. ნახოთ. კეთის იქნება. მოკლედ დათოქვია ნასია. აი ეს ნაბერა ის მე მაქვს და ვიღებ ხოლმე. კეთი. სოფო მიწერე რა ხალე. ბიჭო ვის ჩააბარა. კაი ჩაოდები მაშინ გავამიგზავნე და აქ სკანდალი მოხდება. სკანდალი მოხდება მეცე მინდა. კაი. მეც. საბო, გიგებენ სხვათა შორის რო იცოდე. ვიცი რომ გიღებენ, მაგრამ ახლა პრობლემა მთავარი. რაზეა წერთ, რაზე გაწერთ, ნებხელს. კონფიდენციალური. კომპანიას ვიფორმებ ჩემს სახელზე და ვაპარებ ნელ-ნელა. ხო. ერთი დავდაწე კამერა. გამარჯობა. მე ვარ არჩილ გებრაძე. გამოვედი ირისის ოფისიდან, მივდივარ შეკვეთაზე აღმაშენებლის 195-ში. პირველად მივდივარ ამ შეკვეთაზე დღეს. ცოტა ხანი რაღაც დავიწყე მუშაობა ირისში და ამ რესტორანში პირველად მომიწია წასვლა.
შეეხება სამსახური ძალიან კმაყოფილი ვარ. ხელს მიწყობს ყველანაირად. სწავლასაც ვასწრებ, თან მომღერალი ვარ და რეპეტიციებზე სიარულსაც ვახერხებ. ანუ გრაფიკი შეგიძლია აირჩიო შენით და ძალიან კომფორტულია ის ჩემთვის. წავედით შიოს პიცაში. კაკი მე რაღაცას ვიწერ რა, მითხრეს რომ იარეო და ჩაწერე. საგულის გამო იმენა მოხდილი ვარ მაგარია, შენ? ჰა. ვიწერ. გამარჯობა. ესე მითხრა სანდრიკამ შედიოდა ინტერვიუ ჩამოვართო 1-2 სიტყვა უთხარიო და ხეო და რა შევით გოგოებო? ნინო, გიჭირდება? ეს არის ჩვენი სილამაზე ბროლიკა. სასიამოვნოა, წამების მოყარო. ჩვენი შველებით ლამაზი გოგო, შეგიძლიათ შეაფასოთ. ეს არის ჩვენი მეორე ულამაზესი გოგო და ეს მესამე ულამაზესი გოგო. მითხარით ახლა რამე სანდრიკა შესახებ. მოგწონთ ეს წამოწყება, თამაში რაღაც თქვენ არ მონაწილეობთ არც ერთი, ხო? უჟმურება. აი, ეს არის ქალი პიროვნება, ადამიანი, რომელზეც აი კვარცხლბეკი არის და დგას ამაზე ყველაფერი. ხაბატონი თათია შეხედეთ. მითხარით ახლა 1-2 სიტყვა. ამ პროექტზე? ხა. ძალიან შემოუგებია შეჭიკულება. მიცი, მაგრამ მინდა, სანდრო მითხრა, გააკეთეო, რასაც გეუბნებიო, არ გააკეთებო და კარგად იყავიო და რა სხვა გზა მაქვს? მიწევს. მე ხო მოგწონო ვარ და გიყვარვარ. მე ხო ყველაზე კარგი ვარ. მადლობა. მადლობა გოგოებო. სურა შეიძლება რომ მორჩა გადაღება ჩემი მოვალეობა შევასრულე. რას უნდა დავეჭერო? 100.000 SMS-ის მიღებულება არის. ამერა. მინდა პოსტ წამოვიღებ და სოფი დავიღებ. არ შეფერიანდა. აი მე გაიგობრა SMS-ი. ზური. მუშაობ კომპანია ირისში, ვარ კურიერი. ამ კომპანიაში მუშაობ დაახლოებით 1 წელია, წელიწადი ალბათ. კომპანია ირისში დავიწყე მუშაობა 2 თვის წინ. სადაც როთია რაც მუშაობ ირისში. ირისში მუშაობ დაახლოებით 3 თვეზე მეტია. კომპანია ირისში დავიწყე მუშაობა ოქტომბრის თვიდან. ამ ორგანიზაციაში მუშაობ 3 თვეა. დაახლოებით 1 თვეა რაც ვარ ირისში. აქ მოვედი 11 იანვარს, სადაც 2 თვე დაახლოებით მუშაობ. ამ კომპანიაში მუშაობ დაახლოებით 2 წელიწადია. მუშაობ სექტემბრიდან. რავი, 9 წელია დაახლოებით აქ მუშაობ რა. აქ დაახლოებით 7 თვე რაც მუშაობ და გარემო იმდენად მომწონს, რომ აქედან წასვლა აღარ მინდა რა. ძირითადად აქვატარე დროს მეგობრები, თანამშრომლებთან ყველასთან მეგობრული ურთიერთობა, გართობა, ესე რა, ანუ რასაც აქ ვაკეთებთ, სამსახურის შემდეგ გავდივართ და გართობა. გარეთ ჰობი მიყვარს რაგბი და რაგბის ყურება. ვსწავლობ ამავდროულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე. ჰობი გააქვს? სპორტი. რა სპორტი? ფეხბურთი. კარგად თამაშობ? ნორმალურად. რავი, ყველაზე მეტად მომწონს ერთობლივი მუშაობა, მით უმეტეს ისეთი ადამიანები არიან, რომ ყველა საქმეს მხარში უდგანან და რავი, ყველაფერი კარგია აქვს. გავსწავლოში. რავი, უფრო კითხულობ ხოლმე მაგრამ. ციგნებს, ხო ისტორიულ ციგნებს კითხულობ ხოლმე. არა, ისე მალმალი არა, ეხლა სამსახურიდან გამომდინარე დროს მაქვს კითხული. ხან კინოებს უყურებ, კინოებს უყურებ, მაგათ მიყვარს. და კატაობ ხოლმე კიდე მოტოციკლეთით. სამწუხაროდ განმავლობაში გავიცანი ადამიანები, რომელთაც ურთიერთობაც ძალიან კარგია. მომწონს ის ოფისი, საკმაოდ კარგი ოფისია, ასევე ხალხი და გარემო. სამწუხაროდ განმავლობაში თბილისი არ უწოდი კარგად და ირისის კურიერმა საშუალება მომცემ, რომ თბილისი კარგად გამეცნო. კარგად ვისწავლე თბილისი, თბილისის გასვლა დამეხმარა. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობ. აი მოვედით ობიექტთან შიოს პიცაში. აქ ავიღებთ შეკვეთას და წავალთ შემდეგ თან. ნახოთ შეიძლება მეც ავიღო რამე ძალიან მშია და
ბოლო შეკვეთაა თან ჩემთვის. Ашკარაძე მოთ უნდა უსულიყო. ისევ ამერია. გამარჯობა. შეკვეთ სად უნდა ავიღო? ირისი. ქვემოთ ჩავიდე? სწორად მივდიოდით ხოლმე. გამარჯობა. ზად არის შეკვეთა? რამდენ ხანში იქნება? კარგით. აველოდები. აველოდოთ 10 წუთი. წამოვიღე რესტორნიდან შეკვეთა და ეხლა მივდივარ კლიენტთან გასახარებლად. მედია კმაყოფილი იქნება მომსახურებაც. თან ცოტა უნდა ვიჩქარო. რეპეტიცია მაქვს. ამ შეკვეთას რომ მურჩები სამსახურსაც დავამთავრებ დღევანდელს და შემდეგ წავალ რეპეტიციაზე. აბა დროებით მესაუბრე უკვე კლიენტს, მითხრა მე თვითონ ჩამოვალო, უცხოელი აღმოჩნდა. ველოდები და დამთავრდება ჩემი ეს შეკვეთაც და ჩემი სამუშაო დღეც. ხო? ყავს. რატო? რაღაც მანიკურად არის. აქ რატო და? იმიტომ რომ მე მოვუტანე თო ესე კი არ როგორთან გავდივარ საკითხს კომპანიებთან დაკავშირებით. აბა მოყევი რა საკითხს. პრობლემა არსებობს. კომპანიებთან დაკავშირებით. მოკლედ ჩვენ პარალელურად მომხმარებელს თავაზობთ სხვადასხვა აქციებს. ერთ-ერთი ესეთი აქცია არის კომბო მენიუ, რომელშიც ჩართული არის ამ ეტაპზე 5 კომპანია, ხო? და ამ საკითხს გავდივით, ანუ კომბო მენიუ მოიცავს როგორ ტიპის აქცია, რამოდენიმე კერძი, მაგალითად ბურგერი, ფრი კოლა ერთად მომხმარებელი იღებს ფასდაკლებით 35 ლარის ნაცვლად 20 ლარად. ანუ კარგი ფასდაკლება არის რეალურად. პიცას მაგალითად 2 პიცა, ერთის ფასად, 2 ხაჭაპური 50% ფასდაკლებით და შემდგომ სხვა კომბო. ვაა! ნახე. ეგრე ამითხარ. პირდაპირ მითხარ. გიჭერს მითხარ. რომ ჭირდება. ფლირტ, აუ. ამა გავწითლები. ჰობი არის კულინარია, გიშტები, საჭმლის კერძების მომზადებასა. ანუ აქ მოსვლის დღიდან, ანუ პირველი დღიდან დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო, რამაც ხელი შემიწყო ადაპტირებაში და მინდა რომ კიდევ დიდხანს ვიყო მათთან ერთად და დიდხანს ვქონდეს, ანუ დიდხანს ვითანამშრომლოთ ერთად. ჰობი ცეკვაზე დავდიოდი ძალიან დიდხანს, ნუ მთელი ბავშვობა აქვს გატარებული, როგორც ანუ ასე რომ ვთქვათ. ეხა ანუ დროის უქონლობის გამო პრინციპში ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ და თავისუფალ დროს ვცდილობ რომ მაქსიმალურად დრო დავუთმო მეგობრებს და მათთან ერთად გავატარო მთელი ჩემი დრო. დავი თვითონ სამუშაო გარემო ყველაფერი მომწონს, თანამშრომლები კომფორტულია ყველაფერი აქ ჩემთვის. ჰობი რა ვიცი, ბევრნაირ შეიძლება ხარ. ცეკვა, მუსიკა, ყველაფერი მომწონს, ესეთი გართობა. ხიარული ვარ. ძალიან. კარგად გასხობს. ეს შეიძლება ჰობში ჩავთვალოთ? ხო, რაც გინდა ჩავთვალოთ, რაღაცა. ხო, მიყვარს ტკბილეულო, ანუ საკონდიტრო რაღაცების კეთება ცხობა და რავი, მომწონს ხოლმე, როცა ჩემი მომზადებული ნამცხრობი მოწონთ ხოლმე თანამშრომლებს. მომწონს, კარგი გარემოა, მეგობრული გარემოა და ვაპირებ რომ გავაგრძელო თანამშრომლობა ირისთან. ჩემი ჰობი არის ალბათ ფილმების ყურება, ანუ ყველაზე დიდ დროს, მაგაში ყველაზე დიდ თავისუფალ დროს მაგაში ვხარჯავ.
სიტუაცია ხა აქაურობას რო შეხედოთ. ძალიან მეგობრული გარემო არის, ბიჭებიდან გამომდინარე და ისიც გოგოებიც. ძალიან ისეთ ოჯახური გარემო არის და მომწონს ეს სიტუაცია და ნელა ვითარდებით და ეს უფრო და უფრო მეც სტიმულს მაძლევს და მომწონს აქაურობა. აბოლტურს სკუტერით აქეთ-იქით ლიხაჩება ასე ვთქვათ. შეიძლება დაგვარდა რაც გამოდის ახლა 60 სიჩქარით, ფეხბურთის თამაში მიყვარს, ან თავის დროზე თამაშობდი კიდევაც. ცეკვაც, ქართულიც და უცხოურიც, ანუ სამი ჯილდოს მაგებზეც დავდიოდი თან და თან მაგიტომ მომწონს და კიდე რა. ჭამა მიყვარს. ჭამა? ხო, ჭამაც მიყვარს კი. სამმაის ხარ და. კი. საკმაოდ კარგი გარემო, მეგობრული სტაფი. რავი, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ კომპანიაში მუშაობით ახალი. ჩემი ჰობი არის ავტოსპორტი, მოტოსპორტი შეიძლება და კრივი. ამ კომპანიაში საკმაოდ კარგი გარემოა, მართალია ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ხალისობ ხოლმე კურიერებთან ერთად რაღაცებს. ბევრს რაც შეეხება, მიყვარს ლაშქრობა და მოგზაურობები ბევრი. მეგობრებთან ერთად ყველაზე ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა. ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემი პირადი მიზნების შესახებ რავი, რა შემიძლია რომ ვთქვა. რავი, ვისწავლო კონდეს იმ განხრით კარიერა დიდი, იყო წარმატებული და მივახციო რაღაცა სამცხოვრებაში რა. აქ როგორ მომწონს? არ მომწონს. არა, ვიხმარ რა თქმა უნდა. მომწონს, რავი, ძალიან კარგია, კარგი გარემოა, მეგობრული გარემო არის. რავი, მაყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში. ყველაზე მაგათ რავი, ცეკვა მომწონს და მისწავლდება რა. შენს გარშემო საინტერესო ერთადერთი ის არის, რომ ვსტიგო ყოველდღე რაღაც განვითარების საფეხურები ვიპოვო რა. ყველაზე არის გუშინ. სიცივეს. მაქსიმუმ, ალბათ სიმაღლეს. შიშის არაფერი, შიში ტრევარ ვის მეშინია. შიშები გველის მეშინია ძალიან. მარტო გველის. ეგ შიში მაქვს კატის. კი, დახურული სივრცეს შიში მაქვს. ლიფტში ვერ შევდივარ მაგალითად ძალიან. სიმაღლის შიში შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ შიშად, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. კამერის შიში მაქვს. ფობია ალბათ ყველაზე მეტად სიმაღლის მეშინია. გველი არ მეშინია, მაგრამ როგორ მეზისხება ეგ არის. შეიძლება უცებ შემეშინდეს ზაღის ნაყეფშისა და რაღაცებს, მაგრამ ერთ-ერთზე რო დავდგეთ, ასე ვთქვათ. ფობიების შიშები არაფერი არ მაქვს, მოკლედ ეგეთი, ერთ წუთი წელი მტკივარაა. სიბნელის მეშინია. რაც უნდა გასაკვირი იყოს. კიდე რა ვიცი, კიდე ქვეწარმავლების. მეტი ისეთი არაფერი. გველი. სიზღი უფრო. ფიშია სიზღი. ვერ ვიხსენე. სიზღი. არა. უფრო მაინტერესებს ეს რაღაცები. შორიდან დავდგები. მოკლედ ჩვენმა გუნდმა გამოიძახა, გუნდის ნაწილმა გამოიძახა ბურგერ სიტიდან ბურგერები, გვაქვს ფასდაკლება 30%-იანი, ძალიან მაგარი, უგემრიელის ბურგერები. ცოტა ადრე რომ მოსული იყო სანდრიკა, გადავიღებდი ყველაფერს. ჩვენი ბურგერები აღარ არის, აი იყო რაღაცა ნარჩენები არის. აღარ არის. კარტოფილი შეგიძლია მეხება მეც არაფერს. ეჭამეს ყველაფერი. როგორი იყო გიო გითხარ? გიო ლამაზი ხარ გიო. გიო, გემრიელი იყო? ფოტო მაჩვენე მინდა. გიო როგორი იყო? გემრიელესი იყო, დახვეწილი. ბურგერ სიტი ძალიან გიყვარს ხო ხშირად იძახა? კი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად იყო დახვეწილი, ბურგერში ხორც იყო გაზა. ნახოთ აბა რაზეა საუბარი, აი. უგემრიელესი ბურგერი, რომელიც ხშირად გამოძახებადია ჩვენთან, ჩვენ ოფისში. მე და გიოს უყურს ძალიან. სოფოს, ჩვენ ბოს და გიოს. და ანიც უკვე ამ სექტაში არის, როგორც მიხვდით, ჩათრეული. ჩემი მოვალეობა შევასრულე, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის, მადლობა. Привет, პარცვანია. ეს არის ჩვენი კურიერი. ბონდო გამარჯობა. გამარჯობა, ლექსო. Привет, ზურა. კეთ ძალიან შეიჭერ, როდესაც საღამო. ეს არის ჩვენი თეთია. რომელიც ესაუბრება სარეკლამო?
ჩვენს კლიენტს. გოგოებო, პრივეტ. ეს ჩაინი ლავეჯი გოგოები. კიდე ვინმე თანამშრომელი ჩვენი ბუღალტერი, ჩვენი გაყიდვებიანი ულამაზესი აქეთკენ. რიკა, ჰაი. მოვეთქეთო. ორა ხარ. მოგეწონა ახალი კამერა? აი, არ გავაფუჭო ამ ბავშვებს შეიძლება. ჩვენი სიმპათიურზე სიმპათიურების. მოდი გოგავა. გოგავა, მოდი. აი, გაიცანით ყველაზე სიმპათიური ბიჭი. ისი, დაჯექი უნდა გადაგიხო. თავი გადააგდე. თავი გადავაგდო. ეს უკვე ცნობილი ადამიანია, იმიტომ რამდენივეჯერ იყო ჩაწერილი. ხო და კამერების დაყვებიან უკვე ძალიან ცნობადია. არა, ხო. სო? ვა, დაჟე ესეთი რაღაცები ჩაგვია? ჩვენ ძმა ყველაფერი შეგვიძლია. ეს ჩემია. გადაიგე. არა, ჩვენ მე შევაგებ. უთხარ ბოლოკი. კოტე ჩაიბარე ფული და ბროკიშვილის ხარ შეგვეთები ჩაუყარა. მე ბროკიშვილი მიჭერიდო ვინ? თავისი ფარზია და ამუშავე. სანდრო. გესმის? ხო. ამიზაშია. ო. რა მოხარგინდა? კარგად. კიდე აქაც იღებ ბიჭო, აი ხო. ყველა აქაც იღებ, დაგვანებ. გეუნდები ჯაშუშია, მოგზავნილი ეწეგანე, მოვიდა და ჩემი მონიტორს უღებდა. რაღაცები ინფორმაციის გატანა უნდა და დაუკეტე ეგ. ჩვენი კლიენტი მიუტან პიცას. Hello. What company you working with? Irisi. Irisi. Yes. ბოლო კლიენტი. ახლა ოფისში მივდივარ. ჩანთას იქ დავტოვებ. თანხას ჩავაბარებ და წავალ. კარგად. Thank you.